წყალტუბოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს ინფორმაციას ადგილობრივი მედია ინფოიმერეთი ავრცელებს. მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. 2027 წლისთვის CESCO-ს ბიუჯეტი 68.500.000 ლარამდე გაიზრდება. თანხა ხელფასებზე, სარემონტო სამუშაოებსა და კომპიუტერულ აღჭურვილობაზე დაიხარჯება. ბიუჯეტის პროექტს მხარი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე დაუჭირა. 2028-30 წლების საბიუჯეტო პროექტის მიხედვით კი CESCO-ს ბიუჯეტი 129 მილიონ ლარამდე გაიზრდება. უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობპროდუქტების საცავი დაბომბა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ნავთობბაზის გრუშოვაიას ფუნქციონირებით რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავლები შედის, რომლებიც შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაფინანსებლად გამოიყენება. დამანგრეველი მიწისძვრა ფილიპინებზე დაღუპულია სულ მცირე 32 და დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდაში ადგინა. მას 140-მდე ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ფილიპინებმა, ინდონეზიამ და იაპონიამ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.